როგორია ანბანური დამწერლობის სათვალავი. ასო ნიშნებს აქვთ ერთეულების, ათეულების, ასეულებისა და ათასეულების ნიშნულობა. პირველი 9 ასონიშანი ქართული ანბანისა არის ერთეულების ნუსხა ანიდან თანამდე. მომდევნო 9 ერთეული ქართული ანბანისა არის ათეულების ნუსხა. ინიდან ჟანის ჩათვლით. შემდეგ რაედან დაწყებული მესამე მომდევნო 9 ერთეული ასონიშანი ქართული ანბანისა არის 9 ასეულის აღნიშნელი ასონიშანი, ხოლო შემდეგ მიდის 9 ათასეულის აღნიშნელი ისევ 9 ასონიშანი ქართული ანბანისა და ერთადერთი ასონიშანი 27 ასონიშანი ქართული ანბანისა ნიშნავს 10,000. ეს არის ეგრეთ წოდებული ანბანური სათვალავი, რომელიც შედარებით ატიკურ, ბერძნულ, ესე იგი და სხვა სათვალავთა შორის იმ დროისათვის ძალიან მოსახერხებელია საჭიროა 27 ასონიშნის რიცხვითი მნიშვნელობის დამახსოვრება და ნებისმიერი რიცხვი შეიძლება დაიწეროს. შემდეგ ეს ანბანური დამწერლობა თანდათანობით გახრა იმის გამო, რომ შემოვიდა ეგრეთ წოდებული არაბული რიცხვების წერა. იგი გავრცელდა ევროპაში არაბების ექსპანსიის შედეგად. სხვათა შორის არაბული რიცხვები ევროპაზე უფრო ადრე საქართველოში შემოვიდა. ესე იგი მაგალითად ბაგრატის ტაძარზე არაბული რიცხვებით არის დაწერილი ბაგრატის ტაძრის იატაკის დაგების თარიღი 1003 წელი. ამდენად ესე იგი თქვათ მაგალითად რომელი უკეთესია ანბანური სათვალავი თუ არაბული სათვალავი. არაბული სათვალავი უფრო მარტივია, მაგრამ ანბანურ სათვალავსაც აქვს თავისი დადებითი თვისებები. ასე მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ რომ დავწეროთ არაბული რიცხვებით 100,000 რამდენი რიცხვი უნდა დავწეროთ? 1 0 0 და კიდევ 1 2 3 0, ესე იგი უნდა დავწეროთ 6 რიცხვი, რომ გადმოვცეთ მნიშვნელობა ამ დაწერილობისა 100,000. როგორ დაიწერება ეს ანბანური სათვალავით? რაე და ჩინი. რაე ნიშნავს 100, ჩინი ნიშნავს 1000, ესე იგი 200 ანბანის 200 ნიშნის საშუალებით დაიწერება რიცხვი 100,000. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანბანური დაწერილობა უკეთესია ვიდრე არაბული დაწერილობა. მაგრამ რა კი არაბული უფრო მარტივია, ამიტომ იგი საყოველთაო გავრცელება მოიპოვა.